მშვიდობის ძვირფასო სტუმრებო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. თქვენი მყოფებით ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურულ კლუბში. მე მინდა პირველ რიგში ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებით ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, რომ ამ გამომცემლობის კიდევ ერთი პრეზენტაცია იმართება ჩვენთან, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ალბათ ბევრი თქვენგანიც იყო ამ გამომცემლობის წარდგენა, იყო ჩვენთან რამდენიმე თვის წინ და ძალიან მიხარია, რომ წიგნები ბათუმში დაუბრუნდა ილიანის ლიტერატურულ კლუბს. ამჯერად ჩვენ წარმოგიდგენთ თქვენთვის ალბათ ყოველთვის ცნობილ მწერალს მარგარეტ ეტვუდს, რომელიც ხმლის წიგნი გამოვიდა 30 წლის წინ და ალბათ ხვდებით, რამდენად კარგი რომანი უნდა იყოს, რომ 30 წლის შემდეგაც ისევე იკითხებოდეს, როგორც მისი გამოსვლის დროს და მოგეხსენებათ უამრავ ენაზეა თარგმნილი და ძალიან პოპულარული ტექსტია. მე აღარ შეგაწყენთ თავს ჩვენი მარი თვითონ წარადგენს ჩვენ სტუმრებს და ტექსტსაც და თუ კი რაიმე კითხვები გაგიჩნდება, ჩვენ მხოლოდ გვიხარია ხოლმე მათი მოსმენა. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში უხმესი მადლობა, რომ ამ დატვირთვის საფესტივალო გრაფიკში მოიცალეთ, მოახერხეთ და მოგბრძანდით ჩვენს პრეზენტაციაზე. ძალიან დიდ მადლობას მოგეხსენებთ ამისთვის. ახლა რაც შეეხება ჩვენს წიგნს. პირველ რიგში იმის თქმა მინდა, რომ არ ვიცი, აბსოლუტურად სუბიექტური ვარ ამ წიგნის მიმართ, იმიტომ რომ ალბათ ყველას გაქვთ თქვენი ცხოვრების წიგნი და ჩემი ცხოვრების წიგნი არის მარგარეტ ეტვუდის მხეების წიგნი და ალბათ წარმოგიდგენიათ ჩემთვის პირადად რა მღელვარებასთან იქნებოდა დაკავშირებული ამ წიგნის გამოცემა და ზოგადად რა სახეს და ფორმას მიიღებდა ეს წიგნი. თავდაპირველად ძალიან ბევრს ვფიქრობდით ის ჩვენი ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ლოგო დაგვედო თუ არა წიგნზე, იმიტომ რომ ოფიციალურად თქვენ თუ ამ წიგნს დაგუგლავთ, Google-ი გეტყვით, რომ მხევის წიგნი არის sci-fi დისტოპიური ჟანრის რომანი. თუმცა საბოლოოდ ლოგოს დადება გადავიფიქრეთ, იმიტომ რომ მხევის წიგნი არის ბევრად მეტი, ვიდრე რომელიმე კონკრეტული ჟანრის ჩარჩოებში მოქცეული წიგნი. არ ვიცი, მე ვერ მივცემ ვერანაირ დეფინიციას, ვერ მოვაქცევ ამ წიგნის ჩარჩოებში და ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ამ ფანტასტიკა, ამ დისტოპია. თუმცა მოქმედება ხდება მომავალში, არის ასე თქვათ არარეალური სიტუაცია, მაგრამ აქ არის მოთხრობილი ისტორია, რომელიც ყველა თქვენგანაც განცდები, რაც მთავარია, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო გამოგონილთან. ძალიან რეალური, ძალიან მტკივნეული ერთი ქალის ისტორია და შესაბამისად გადავწყვეტეთ, რომ წიგნი გამოცემულიყო ლოგოს გარეშე. ახლა რაც შეეხება თარგმანს. თარგმანზე იმუშავაანი კოპალიანმა, რედაქტორი ქალბატონი ლალი ჭინჭარაული და მე ვიცოდი, რომ წიგნი იყო საიმედო ხელში, მაგრამ ძალიან ვღელავდი, იმიტომ რომ მინდოდა რომ ეტვუდის სული რაც არის, ეს არ ვიცი, კერკეტი კაკლის სული მართლაც, რომელიც მის ყველა წიგნში ჩანს და ეს თავზე ხელაღებულობა კარგად გადმოსულიყო და ზუსტად გადმოსულიყო ქართულ თარგმანშიც და მე ვთვლი, რომ ეს ანის და ქალბატონ ლალის ნამდვილად გამოუვიდათ. ეს ნამდვილად არის მარგარეტ ეტვუდი. აქ ყველაფერია მართლაც მისი თავზე ხელაღებულობაც, მისი ეს გაუტეხელობაც, მისი მაგრობაც, რაღაცა ცუდი გოგო რომ არის ხოლმე ზოგჯერ რაღაც წიგნებში, ისიც ძალიან კარგად ჩანს, მისი ქაოტურობაც, ზოგან დაალაგებული თხრობაც და არ ვიცი, მისი სტილი რაც მთავარია, განუმეორებელი სტილი, რომელთაც ალბათ სახელიც რომ არ ეწეროს, 1000 წიგნში წინ რომ გედოთ ამოიცნობთ, რომ ეს არის სწორედ მარგარეტ ეტვუდის წიგნი და მე ვარ ძალიან ამაყი, რომ დიდი პატივია ჩემს მართლაც, რომ ჩვენმა გამომცემლობამ გამოსცა ეტვუდის წიგნი და ალბათ ცხოვრების ბოლომდე ვიამაყებ ამითი და დიდი მადლობა მინდა უთხრა ანის და ქალბატონ ლალის ტიტანური შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს, რომ ეს წიგნი ყოფილიყო იმ სახით, რა სახითაც გვაქვს. თუ ორიგინალში წაგიკითხავთ, ვერ იგრძნობთ განსხვავებას, ყველაფერი არის გადმოტანილი ზუსტად ისე, როგორც ეს არის ინგლისურ ენაში, ჩემი აზრით და თქვენ შეფასებებსაც დაველოდები და სიამოვნებით მოვისმენთ შენიშვნებს. და ახლა კიდევ დიდი მადლობა მინდა უცებად უთხრა იან ინოშულს, რომელმაც ყდის დიზაინზე იმუშავა და წიგნის მთავარი აზრი რაც არის და კონცეფცია, მე ვთვლი, რომ აი ამ მინიმალისტურ ფიგურებშიც კი ძალიან კარგად ჩანს და ძალიან გამოცნობადია, რა შეიძლება მოველოდეთ ამ მართლაც შესანიშნავი წიგნისგან. ახლა კი ანის და ქალბატონ ლალის ვთხოვ განაგრძონ ეტვუდზე და მხევის წიგნზე საუბარი.ანი კოპალიანი, მოგითხრობთ ამ წიგნის შესახებ.
ძალიან დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა სამოგზაურებისთვის. თქვენ ახლა აქ ასეთი სამუშაოს, რომელიც მე მარისთან ქალბატონი არის მართლა ძალისხმევად დაგვიჯდა. ჩართული. მართლა ძალისხმევად დაგვიჯდა. ნუ თუ ამ თარგმანის ისტორიაზე დავწერთ ლაპარაკს, უნდა თქვა რომ პირველად იყო მარი, იმიტომ რომ ამ საქმეში პირველად იყო მარი და მე კიდე მარის სულ გვერდით იყო და მართლა შესანიშნავი გრძნობა იყო, იმიტომ რომ თარგმანი საქმიანობა არის ძალიან მარტოსული საქმიანობა, ზიხარ კომპიუტერის წინ სიტყვებთან ერთად და დროც არ გაქვს იმისთვის, რომ ადამიანებზე ურთიერთობა და თავს ძალიან მარტო გრძნობ და აი მარის წყალობით საერთოდ არასოდეს არ მიგრძნია თავი მარტო მთელი ამ თარგმანის პერიოდის განმავლობაში, იმიტომ რომ ვიცოდი რომ როგორც ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი ამ რომანის ყველა სიტყვა როგორ გადმოვიდოდა ქართულად, ყველა წინადადება, ყველა ფრაზა, ასეთივე მნიშვნელოვანი იყო მარისთვის და რაღაცა გუნდი იყო, ასე ვთქვათ და მარტო არ ვიყავი ამ საქმეში და ძალიან დიდი მადლობა მარის და ირაკლის საერთოდ ასეთი ენთუზიაზმისთვის, რაც ჩემთვის პირადად ძალიან გადამდები აღმოჩნდა. კიდე შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ შეიძლება კაცია და გუნება როგორც იტყვიან, ბევრს არ მოსწონდეს ეტუდი, მით უმეტეს შესაძლებელია რომ ბევრს არ მოეწონოს თარგმანი, მაგრამ ერთი რამის პირობას ნამდვილად გაძლევთ, რომ ეს თარგმანი არის ძალიან დინამიკური. ანუ თარგმანი კი არა, წიგნი არის ზოგადად ძალიან დინამიკური და თარგმანში ძალიან დინამიკურად იკითხება, ვერავინ ვერ იტყვის, რომ აი სამი გვერდი წავიკითხე და მე გადავდე, იმიტომ რომ მართლა ძალიან ჩამთრევი ტექსტია, უპირველეს ყოვლისა ეს რა თქმა უნდა მარგარეტა ეტუდის დამსახურება, მაგრამ ქალბატონ ლალის დამსახურება ნამდვილად არის ის, რომ ტექსტი აი ესე წყალივით მიდის მართლა და როდესაც ქალბატონ ლალის ნამუშევარი წავიკითხე, გულიდან თითქოს დიდი ლოდი მომეხსნა, რომ აი ვიცოდი, რომ აი რაღაც ბოლო შტრიხები მოსმულია. კიდევ რა გითხრათ, ეს არის მართლა არაჩვეულებრივი წიგნი, მე ძალიან გამიმართლა რომ ამ წიგნზე ვიმუშავე. და მუშაობდი მართლა მთელი სულითა და გულით და მთელი ენთუზიაზმით და მინდა ცოტათი მაინც გამოჩნდეს, როდესაც თქვენ წაიკითხავთ და ცოტათი მაინც იგრძნოთ, რამხელა სიყვარული ჩავდე მე ამ წიგნში და მარიმ და ქალბატონმა ლალიმ და რამხელა სიყვარულით არის ეს წიგნი, ასე ვთქვათ, თარგმნილი ქართულ ენაზე და ძალიან გამიხარდება, რომ როდესაც წაიკითხავთ ამ წიგნს, მე ქებერდებას ნამდვილად არ ვიქნებ, შენიშვნებს თუ მომცემთ, რომელსაც ძალიან დიდი სიამოვნებით გავუთვალისწინებდი შემდგომ. ქალბატონ ლალის თქო ერთი-ორი სიტყვა და მოგესალმებით, დიდი მადლობა მართლაც მოგზაურებისთვის, ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ვინც ამ წიგნზე მუშაობდა და არა მარტო ჩვენთვის, ჩვენ გვერდით და ხალხი ვისაც აინტერესებდა ამ წიგნის ბედი, რა გამოვიდოდა, როგორი გამოვიდოდა, მოუთხოვათ ელოდნენ. მიხარია რომ რაღაც გამოვიდა, როგორი გამოვიდა თქვენ შეაფასეთ. შემოთავაზება, როდესაც მე ვეღარ მე ირაკლისთან და მარისთან, ეს იყო სიმართლე გითხრათ ცოტა ესეთი და დავფიქრდი, იმიტომ რომ ეტყუძა მუშაობა არასოდეს არ არის იოლი. მე ბევრ წიგნზე მიმუშავია, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ ავტორზე მუშაობ, ვინ არის მთარგმნელი, ვინ არის გამომცემელი. ეს არის როგორც უკვე არის თქვა და სამართლიანად, ეს არის გუნდი, რომელმაც ერთად უნდა იმუშაოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამეთანხმება ალბათ ის ხალხი, ვინც ამ საქმეს აკეთებს. და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ირაკლის და მარის თანადგომა თავიდანვე და ის კეთილგანწყობა, რომელიც იგრძნობოდა. პირველივე ნაბიჯებიდან. და როდესაც მოვიდა ჩემამდე უკვე წიგნი მოაღწია თარგმანმა, სიმართლე გითხრათ, ერთი-ორი თქო ვიჯექი და ვფიქრობდი, იმიტომ რომ არ არის ადვილი შეეჭიდო წიგნს, თუმცა ხომ ინგლისურად არ ვკითხულობ, მაგრამ ეს წიგნი დაკითხული მქონდა რუსულად და ვიცოდი რომ იოლი არ იქნებოდა ამასთან მუშაობა. მაგრამ მინდა გითხრათ, არ ჩამითვალოთ ეს უკან დაბრუნებული სამაგიერო კათინაურობა ძალიან თქო მართლა გულწრფელად ასე ვფიქრობ, თორემ მე სანამ ამას აქ ვიტყოდი, გავუზიარე ეს ჩემი მოსაზრება ჩემს მეგობრებს და ისინი აქ არიან და დამეთანხმებიან. მე თავიდანვე როგორც კი დავიწყე კითხვა, დავშვიდდი, მინდა გულწრფელად გითხრათ, იმიტომ რომ მე ვიცნობ ანიკო ბალიანს, ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, გვიმუშავია საერთო პროექტებში, მე ვიცი ის როგორ თარგმნის, მაგრამ სწორად გამიგეთ, ეს კიდევ სხვა
რაღაც იყო და როგორც კი რამდენიმე გვერდი წავიკითხე, მივხვდი, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ამ წიგნზე. ეს არის მართლაც კარგი თარგმანი, ხო? არა მარტო წიგნია კარგი და არაჩვეულებრივი ავტორის არაჩვეულებრივი ნაწარმოები და მე აქვე არაფერ შემიძლია არ გითხრათ. სრულიად გულწრფელად. არჩევანი, როცა გამომცემლები არჩევანს აკეთებენ ასეთ ლიტერატურაზე, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. და როგორც კი მე დავინახე ამ ორი არაჩვეულებრივი ადამიანის ეს არაჩვეულებრივი არჩევანი, მე მივხვდი, რომ ძალიან სერიოზულ განაცხადთან გვაქვს საქმე. თანამედროვე ქართულ წიგნის სივრცეში მოდის არაჩვეულებრივად საინტერესო ახალი ძალა. და მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის ხმამაღალი ნათქვამი. მე დავინახე, როგორ არჩევანს აკეთებენ ისინი, მე დავინახე, როგორ ლიტერატურას ანიჭებენ უპირატესობას და მე იმედი მაქვს, რომ ისინი კიდევ ბევრ საინტერესო წიგნს შემოგთავაზებენ და ძალიან ხმამაღალ სიტყვასიტყვიან დღევანდელ ქართულ ლიტერატურაში. თარგმანი არის მართლა ძალიან კარგი. სამუშაო რასაკვირველია რედაქტორისთვის ყოველთვის არის მოიძებნება მოგეხსენებათ ილია ჭავჭავაძესაც ყავდა რედაქტორები, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორია ეს სამუშაო. ამის თარგმანზე მე სიამოვნებით ვიმუშავე. სრულიად გულწრფელად ვამბობ ამას. ძალიან მინდოდა რომ გამოსულიყო კარგი, ისევე როგორც ირაკლის, მარის, ანის და ძალიან ვეცადე. სიმართლე გითხრათ, რამდენჯერმე ვკითხულობდი თითოეულ ადგილს, რაც მეჩვენებოდა, რომ რაღაცა ისეთი ვერ გამოდიოდა, როგორც მინდოდა რომ ყოფილიყო და შეძლების დაბორად ყველაფერს ვათანხმებდი ამისთან, იმიტომ რომ შეუძლებელია თარგმნელს გაეკცე, როცა რაღაცას აზუსტებ ტექსტის რედაქტირებისას. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე სიამოვნებით ვიმუშავე, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან შეთანხმებულად, ძალიან შეხმატკბილებულად, რაც მოგონი არ არის ხმამაღალი ნათქვამი, ვიმუშავებ ძალიან შეხმატკბილებულად, შევათანხმეთ ყველა შენიშვნა, დავაზუსტეთ ყველაფერი, რაც გვინდოდა რომ დაგვეზუსტებინა და ბოლო დღე ამ წიგნზე მუშაობის იყო საერთოდ სულ სხვა რაღაც. იმიტომ რომ ჩვენ ერთდროულად სამივე პირდაპირ აი ეს ონლაინ რეჟიმში ერთმანეთს ველაპარაკებოდით ყველა ბოლო სტრიქონზე, ბოლო გვერდზე, ბოლო ფრაზაზე, ისე ცალკეულ ტერმინებზე, სიტყვებზე, ყველაფერზე და აი სამივე რაღაცა ისე ვეყავით და ირაკლი გულიმეჯნობ სადღაც შორიდან გვაკვირდებოდა და კი ბატონო ახლოდან ამ ყველაფერს აკვირდებოდა, თვალს ადევნებდა, მაგრამ ბოლო 2 დღის განმავლობაში არ ჩაგვრევია. გვაცალა ქალებს რა კიღა, როგორც ჩანს მოგვანიჭა ეს უპირატესობა რა კიღა. ქალის ურაჩები და იარა საფოტო. თქვენთან. კი ბატონო. რა ვიცი, მე ვიმუშავე სიამოვნებით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მარის და ირაკლის, დიდი მადლობა ანის იმისთვის, რომ ძალიან სიამოვნებით სამუშაო გამომიგზავნა და მე იმედი მაქვს, რომ ეს წიგნი გუგლის არ დატოვებს ქართულ მკითხველს. მე მიხარია, რომ ქართული წიგნის სამყაროს შემატა კიდევ ერთი ჩემი აზრით კარგი ნამუშევარი. დიდი მადლობა. კიდევ ერთი მადლობა მინდა ვთქვა აუცილებლად, როდესაც თარგმანი რასაკვირველია თან თვალს ვადევნებდი რუსულ თარგმანს და მომეჩვენა, რომ ამ რუსული თარგმანმა ცოტა დამაკომპლექსდა. მომეჩვენა, რომ ცოტა შეზღუდული, კარგი თარგმანი იყო, მაგრამ ბევრი სუფლებას არ აძლევდა თარგმანი თავს და მე ხა პოეზიის თარგმნელი ვარ ნამდვილად უფრო და იქ ცოტა უფრო მეტი სითამამე შეიძლება და მე უცებ ნახე მარგარეტ ეტუდის ბრმა მკვლელი, რომელიც არის თამარ ჯაფარიძის თარგმანი და აი ეს თარგმანი რომ წავიკითხე, მივხვდი რომ თარგმნელის სილაღეს და თარგმნელის იმას რა ქვია, გაქანებას მართლა არ აქვს საზღვარი და ძალიან დიდი მადლობა მინდა დაუსწრებლად უთხრა ქალბატონ თამარ ჯაფარიძეს აი ამ დისტანციური შეგირდობისთვის, ასე ვთქვათ, ეს აუცილებლად უნდა აღნიშნო. მე წიგნზე მოგითხრობთ ორივე სიტყვით თუ თავს არ შეგაწყენთ. ამ წიგნის მოქმედება ხდება შორეულ მომავალში. ამერიკის შეერთებული შტატები აღარ არსებობს. მის ნაცვლად არის არ გისპოილერებთ. უბრალოდ ორივე სიტყვით მოგითხრობთ რაზე არის ვიცი. არსებობს სახელმწიფო, სადაც ქრისტიანული დიქტატურა, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ეს ტერმინი ვიხმარო, არის დამყარებული და რელიგიას ძალიან ბოროტად, იარაღად იყენებენ ძლიერნი ამ ქვეყნისანი.
და ამ სამყაროში, აი ამ ახალ სამყაროში ქალებს აბსოლუტურად ყველა უფლება, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ, ანუ ადამიანის ბუნებითი ძირითადი უფლებები, ყველა უფლება აქვთ ჩამორთმეული გარდა სიცოცხლის უფლებისა. ისინი ვერ ფლობენ საკუთრებას, ვერ ქმნიან ოჯახებს, არ შეუძლიათ თავიანთინებით შეიყვარონ ვინმე. და ყოფილნი არიან კასტებად და აი ერთ-ერთი კასტის, ერთ-ერთი წარმომადგენლის ძალიან გულახდილი მონათხრობი გახლავთ მხევლის წიგნი. ძალიან მტკივნეული, იმიტომ რომ ისეთ თემებს ეხება, რამაც მართლა შეუძლებელია გულგრილი დაგტოვოთ. დაკარგულ სიყვარულს, დედაშვილობას, არ ვიცი, საოცრება და მე ვფიქრობ, რომ ამ წიგნის გამოცემა იყო ძალიან დროული იმ გახშირებული მკვლელობების და ქალების მიმართ ძალადობის ფონზე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს არის მართლაც სახეში სილის გაწვნა. არ ვიცი, ხშირად გვეუბნებიან ხოლმე, რომ იმ ადამიანებს, ვინც წიგნს კითხულობს, ეს გაფრთხილებები და მოწოდებები აღარ ჭირდებათო, მაგრამ მე ვიცნობ განათლებულ მოძალადეებსაც, რომლებსაც სწორედაც რომ ჭირდებათ გაფრთხილებაც და ეს სილის შემორთმაც და მართლაც არის ეს წიგნი გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა შეიძლება დაგვემართოს. აქაც ყველაფერი ძალიან უბრალოდ დაიწყო. ერთი-ორი მოკლული ქალით, რომელსაც ყურადღება არ მიაქციეს, ერთი-ორი ცემით, ერთი-ორი თავში წამორტყმით და შემდეგ ეს ყველაფერი გადაიზარდა უზარმაზარ ტრაგედიაში. და არ ვიცი, მართლაც მინდა რომ ყველამ წაიკითხოს და განსაკუთრებით კაცებმა. ამ წიგნზე ამბობენ ხოლმე, რომ ფემინისტური ტრაქტატი არისო და ამის გამო ზოგიერთი კაცი მოგხსენებათ ჩვენთან როგორი არასწორი დამოკიდებულება აქვს ფემინიზმის მიმართ, თავს არიდებს ამის წაკითხვას და ეს წიგნი არის ფემინისტური ტრაქტატი, მაგრამ ეს არის წიგნი სწორედაც რომ მამაკაცებისთვის და არა ქალებისთვის და მართლაც მინდა რომ ყველა მამაკაცმა წაიკითხოს და მიიღოს ეს გაფრთხილება, რომელიც მარგარეტ ეტვუდმა ჩადო ამ წიგნში. და არ ვიცი, დიდი მადლობა ყველას რომ მობრძანდით და მოგვისმინეთ. მოვჭით პრინციპში ჩვენი პრეზენტაცია დასრულებულია. მადლობთ კიდევ ერთხელ. მადლობთ ხოლმე.